მიდაც ცოტა ბიბლიური მაგალითი მოვიყვანო აქ. არის ერთი უცნაური მუხლი, რომელსაც ხედავთ თორაში, ეგვიპტეში. ვიტყვი ებრაულად და შემდეგ თარგმნი. ვეხეი შე იანუ ოტო. ქნირე ბევხინი პროც. რაც უფრო მეტად დევნიდნენ ეგვიპტელები ისრაელიანებს, მით უფრო მეტად ყვაოდნენ ისრაელიანები, რაც უცნაურია. თუ დაფიქრდებით, ეს არალოგიკურია. ამას აქამდე ვერასდროს ვიგებდი, მაგრამ ეხლა მესმის, რადგან ეს ჩვენი ისტორია. რაც უფრო მეტ სიბლელეს გვიტოვებენ ისინი, მით უფრო მეტ სინათლეს ვიტანთ ჩვენ. და რაც უფრო მეტად გვაშინებენ, მით უფრო მეტად გვქნით სიახლეებს. ეს საოცარია სანახავად და ამას მონაცემებიც ამტკიცებს. ამ ომში ისრაელი აგრძელებს რეკორდების მოხსნას შეცმებსა და შეძენებში, დიდ სტრატეგიული დაფინანსების რაუნდებში და კიდევ ბევრ სხვა რამეში. ეს მართლაც ზებუნებრივი განძლეობაა, რასაც ისრაელის ტექნოლოგიურ სამყაროში ხედავთ. უბრალოდ მაინტერესებს. კი, შეგიძლიათ ისრაელს ტაში დაუკრათ. აქ ვინმეს დაკითხული აქვს წიგნის სტარტაპერი? კარგი, ეს შესანიშნავი წიგნია, ავტორებს ნუ ეთქვით, რომ ასე თქვი, მაგრამ განახლება სჭირდება. ცოტა მოძველებული. და ამას იმიტომ ამბობ, რომ ისრაელი მეწარმეები და ისრაელი ინვესტორები უკვე აღარ ცდილობენ სტარტაპების შექმნას. ჩვენ ცდილობთ შევქმნათ დიდი მდგრადი გლობალური კომპანიები. ენდობით ხოლოდ ჩემს სიტყვას, აქ ძალიან პატივსაცემი ინვესტორები ყავს, მინდა მათი მოსმენაც, მაგრამ სანამ დავიწყებთ. მოკლედ, 30 წამში გამაცანი თავი, ბრეთ. რა თქმა უნდა. თითქმის მთელი ჩემი კარიერა კერძო კაპიტალის ინვესტორი ვიყავი. 1999 წელს დავიწყე როგორც პირველი ადამიანი, რომელიც Blackstone ჯგუფმა ბაკალავრიატიდან პირდაპირ აიყვანა, მაშინ როცა ხალხმა არც კი იცოდა, რომ ასეთი კომპანია არსებობდა. შემდეგ თანადამფუძნებელი გავხდი კერძო კაპიტალის ფირმის, რომელიც Silicon Valley-ში ტექნოლოგიებზე იყო ორიენტირებული და ერქვა Elevation Partners. დაახლოებით 10 წლის შემდეგ ჯერედ კუშნერმა თავად მომზებნა, რომ გამხდარიყავი მისი მთავარი საინვესტიციო ოფიცერი Affinity Partners-ში. და ჩემი მთავარი მიზანი, როცა ჯარედმა შემომთავაზა შემერთება, იყო აბრაამის შეთანხმებების კომერციალიზაციაში დახმარება. და ამის გაკეთების გზა სწორედ რეგიონში საინვესტიციო პარტნიორობების შექმნაა. ამიტომ მე ვაკონტროლებდი ჩვენს საქმიანობას ამ რეგიონში. ელი, პირველ რიგში, რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნოთ? ვიცნოთ, მან ფაქტობრივად მე გამზერდა. რამდენი წლის ხარ? 47. დაახლოებით 47 წლის. ზუსტად, კარგი, ეს მართალია. ერთად დავდიოდით დაწყებით სკოლაში. მისი მამა ჩემი დირექტორი იყო დაწყებით სკოლაში. საუკეთესო დაწყებითი სკოლა. მამა ჩემს მართლაც ახსენს, ეს ერთგვარი განსაკუთრებული ხსენა. საუკეთესო დაწყებითი სკოლის დირექტორი ოდესმე. ჰილის მამა ჩემი დაწყებითი სკოლის დირექტორი იყო. კარგი, მოდი მოვისმინოთ. მითხარი, რა საკეთებ ცხოვრებაში და რა არის შენი ინვესტიციის სტრატეგია ისრაელში? რა თქმა უნდა, მე დავიწყე 19 წლის ასაკში. ავირე სერიის 7-ისა და 63-ის ბროკერის ლიცენზიები, შემონთავაზეს მუშაობა JP Morgan-ში, მუშაობდი ვალუტის ჯგუფში. ამიტომ მაქვს ძალიან ფართო ცოდნა გლობალურ მაკროეკონომიკაში, რაც მგონია, რომ ისრაელში ცოტა დაუფასებელია. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდი ეკონომიკის პატარა ნაწილი ვართ. და დაახლოებით 18 წლის წინ ისრაელში გადავედი და დავაარსე სპეციალური სიტუაციების ფირმა სახელად Exigent Capital. ჩვენ მაკროთემატიკაზე ვართ ორიენტირებული. ჩვენ არ გვაქვს ფონდი, ყველა ამბობს, ფონდი გაქვთ. და მე ვპასუხობ, კი, იმიტომ რომ ეს მარტივი პასუხია. მაგრამ ჩვენ მომთმენ გრძელვადიან კაპიტალს წარმოვადგენთ. ველოდებით შესაძლებლობას, რომლის მიმართაც ძალიან დარწმუნებულები ვართ და შემდეგ ამას ჩვენს გლობალურ ინვესტორებს თავაზობთ. ეს არის Exigent Capital. კარგი, ვფიქრობ ამ ოთახში ყოველას სახელით შემიძლია ერთი კითხვა დავსვა. დოლარი, შეკელი. რა ხდება, რას ხედავ თუ ახლოს მომავალში? კარგი ამბავი მითხარ. ელი, ამ კითხვაზე ორ პასუხს გაგცემ. თუ ამ კონფერენციაზე რამდენიმე სიტყვას მოусმენდი, ივზნობდი, რომ ამ მიწას და ამ ხალხს რაღაც განსაკუთრებული აქვს მინიჭებული. თუ ამას უფრო ტექნიკურ დონეზე აიყვან, ეს ნიშნავს, რომ შეკელსაც რაღაც განსაკუთრებული აქვს მინიჭებული. ბევრი ათწლეულის განმავლობაში თქვენ გქონდათ ბრძოლები კერძო ინვესტორებსა და ცენტრალურ ბანკებს შორის. ხანდახან ცენტრალური ბანკები იმარჯვებენ, ხანდახან ინვესტორები იმარჯვებენ. სულიერი თვალსაზრისით მე ვიტყოდი, რომ ღმერთი არის უზენაესი ცენტრალური ბანკი და მისი ვალუტაა შეკელი. ასე რომ ეს რაღაცას ნიშნავს. მომწონს ეს. მე ამას მოგპარაველი, აუცილებლად მოგიყვან ციტატად, ძალიან მომწონს ეს. რაღაც ისეთი, რომლის წინააღმდეგაც ფსონის დადება რთულია. უფრო პრაქტიკული ეკონომიკური თვალსაზრისით, ისრაელის ექსპორტი ინელასტიკურია. ესე რომ, თუ შენ ხარ მომხმარებელი დასავლურ სამყაროში და ედულობ რომელიმე ნივთს და შეგიძლია ეს ნივთი ვიეტნამში უფრო იაფად იყიდო ვიდრე ჩინეთში, შენ ასე მოიქცევი. მაგრამ ისრაელი ექსპორტზე აგზავნის კიბერ უსაფრთხოებას, კრიტიკულ ჯანდაცვას, თავდაცვას, დაცვას. და ეს პროდუქტები როგორც წესი ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს, მიუხედავად შეკელის სიმტკიცისა.
ამიტომ ვფიქრობ, სტრუქტურული თვალსაზრისით სამწუხაროდ ყველა იმ ამერიკელისთვის, ვინც ცდილობს გაარკვიოს, როდის იყიდოს ბინა, როცა შეკელი ისევ 3.33-მდე დაბრუნდება. არ ვიცი, საერთოდ თუ იქნება კარგი დრო. რას ფიქრობ? ერთი კომენტარი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგია ჩვენი არსებული ინვესტიციებისთვის ისრაელში აფინიტისთან ერთად, ეს კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას აშშ-ისთვის, სადაც კერძო კაპიტალის თვალსაზრისით როგორც წესი, უფრო დიდი ინვესტიციებია ვიდრე ბინებში. ასე რომ იცი ის აქტივი, რომელზეც შეიძლება ფიქრობდი, როცა ჩვენ დავაბანდეთ, შეკელის კურსი 3.73 იყო. ეხლა ყველაფერს რასაც უყურებთ და თუ ვივარაუდებთ რაუდებთ, რომ დოლართან მიმართებაში გარკვეული გაუფასურება იქნება, ეს უბრალოდ სტრუქტურული მინუსია, რაც უცხოელი ინვესტორისთვის ინვესტირებას ართულებს. კარგი, მოდი დამოუკიდებლობაზე ვისაუბროთ. კარგი. ვფიქრობ ეს დღეს აქტუალური თემა უნდა იყოს თუ არა ისრაელი ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით დამოუკიდებელი. ამაზე ბევრი ლაპარაკია. ბიბი ამაზე სულ საუბრობს. და პირადად მე ვფიქრობ, რომ სწორედ იქ უნდა მივიდეთ, რადგან როცა უცხო მთავრობებზე ვარ დამოუკიდებული, ეს ჩვენთვის კარგად ანთავრება. ამის შესახებ მომიყევი. რას ფიქრობ? უნდა დახდეს თუ არა ისრაელი დამოუკიდებელი? თუ კი, როგორ უნდა მივახციოთ ამას? კარგი, ისევ კერძო კაპიტალის პერსპექტივიდან განვიხილავ. ვფიქრობ, თუ შევხედავთ სტრუქტურულ მიმართულებას, მჯერა რომ დამოუკიდებლობა გაიზრდება. ისრაელს სჭირდება უფრო და უფრო დამოუკიდებელი იყოს რამდენიმე სფეროში. და სწორედ აქ შეიძლება ტრადიციულმა კერძო კაპიტალმა თავისი როლი შეასრულოს. ვფიქრობ, ტრადიციული საწარმოო სიმძლავრეების უფრო ახლო ქვეყნებში გადატანა მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ ვიცოდით და ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა განაცხადეს, რომ საჭიროა საბაზისო თავდაცვითი ტექნოლოგიების კომპონენტების უფრო დამოუკიდებელი წარმოება. ამიტომ ვფიქრობ, იქ მიმართულება სულ უფრო მეტად შეიცვლება და სწორედ აქ არის ნამდვილი შესაძლებლობა კერძო კაპიტალის ინვესტიციებისთვის, ხო ასეა? თუ საწარმოო სიმძლავრე ბევრად უფრო კაპიტალტევადია, სწორედ აქ ხედავდნენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Affinity, როცა იქ მუშაობდი, ტრადიციული ეკონომიკის შესაძლებლობებს. ვფიქრობ, იქ საკმაოდ დიდი მოცულობის კერძო კაპიტალის ინვესტიცია იქნება საჭირო. ყველაფერი შიდა რესურსებით ვერ დაფინანსდება. ზუსტად ის რასაც ადრე ვამბობდით. ჩვენ სტარტაპერის ეტაპს ვცილებით, ხო ესეა? კერძო კაპიტალის ინვესტიციები ამის კარგი მაჩვენებელია, ხო ესეა? იცით რა თქმა უნდა, აქ ვენჩურული კაპიტალის მთელი ეკოსისტემა არსებობს. ჩვენ ვიცით ეს, ან ჩვენთვის ეს ნაცნობია. მაგრამ რაც უფრო მეც ვისმენ კერძო კაპიტალის ინვესტიციების ისრაელში შემოსვლაზე, მით უკეთესია ეს ჩვენთვის, როგორც მე ვფიქრობ. თქვენ რას ფიქრობთ? ვეთანხმები. მე ამას დამოუკიდებლობას, ავტონომიას და გამძლეობას დაუკავშირებ ხელოვნურ ინტელექტთან, რომელიც აშკარად დღის მთავარი თემაა. მე ვფიქრობ, რომ ისრაელმა მიაღწია დამოუკიდებლობის ან სტატუსის გარკვეულ დონეს ინოვაციების რამდენიმე ტალღის საშუალებით. იქნება ეს ჯანდაცვა თუ, როგორც მე ვფიქრობ, ბოლო დროს კიბერუსაფრთხოება. სადაც ჩვენ ვართ მსოფლიო ლიდერები, ჩვენი ზომის გათვალისწინებით. ან უბრალოდ სოფლიო ლიდერები ვფიქრობ. მსოფლიო ლიდერები, წერტილი. სუხოს თემაზე ღმერთზე რომ საუბრობდით. ხელოვნური ინტელექტი სხვა ამბავია, რადგან დანარჩენ მსოფლიოში, რასაც ხედავთ არის ის, რომ ხელოვნური ინტელექტის დომინანტობა ფიზიკური ინფრასტრუქტურით იქმნება. ეს არის მასიური მონაცემთა ცენტრები. და ეს ტრადიციულად ის სფერო არ არის, სადაც ისრაელი გამორჩეული იყო. ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გახდება ისრაელი დამოუკიდებელი და მდგრადი ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელიც ჩემი აზრით განსაზღვრავს მომავალ რამდენიმე ათეულ წელს, ვფიქრობ, საქმე ტექნოლოგიების განვითარებასა და მათ უფრო მცირე და ეფექტურად გადაქცევაშია. ეს არის კვანტური ტექნოლოგიები. ეს არის ექსპერტული ხელოვნური ინტელექტი. ასე რომ მე ვაპირებ წინააღმდეგობის გაწევას. ცოტა წინააღმდეგობას გაგიწევ. უნდა შექმნა კამათი ამაზე. პანელებზე. კამათის შექმნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთმანეთს 47 წელია ვიცნობთ. სხვათა შორის, საფენებში უკეთ გამოიყურებოდი ვიდრე ახლა. გითხარი ეგ საჯარო ტარგეტ ხო კაცო? ბოდიში, ჩემი შეცდომა. ამიტომ უნდა გავხადოთ ეს რაღაცები უფრო პატარა და ეფექტური. უნდა შევქმნათ ექსპერტული ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ უფრო დიდი მონაცემთა ცენტრების აშენებაში კონკურენტულები ვერ ვიქნებით, რადგან ამისთვის ადგილი არ გვაქვს. რას ფიქრობთ ხელოვნურ ინტელექტზე? იცით, ვფიქრობ, ეს ძალიან სამართლიანია. ეს არის მესამე ტენდენცია, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ ბევრი კაპიტალი დაგჭირდებათ ამ მონაცემთა ცენტრების ასაშენებლად. კიდევ ერთხელ ეს უფრო ტრადიციული კერძო კაპიტალის როლია. ინვესტიციები ისრაელში უფრო პროგრამულ უზრუნველყოფაში ხდებოდა. ეს არ ყოფილა ის სფერო, სადაც ადრე გინახავთ. და ისრაელმა რომ დამოუკიდებელი გახდეს, მხოლოდ მონაცემთა ცენტრები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა კი არ სჭირდება, არამედ საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწრაფუთნაც უნდა დაიწყოს, ხომ ასეა? ერთი რამ, რაც შეერთებულ შტატებში შიდა ბაზარზე ვნახეთ, არის ის, რომ იქ იქნება დაყოფა მათ შორის, ვისაც აქვს და ვისაც არა. და ვფიქრო, კარგი არ არის, რომ ხედავთ, როგორ წყვეტენ დიდი ენობრივი მოდელები და OpenAI, ვინ გამოიყენებს მათ ყველაზე განვითარებულ მოდელებს და ვინ არ. და ისრაელი ერთი რამ, რაც ვნახეთ, არ უნდა იყოს იმ მდგომარეობაში, რომ დამოკიდებული იყოს, იცით?
აუცილებლად ამერიკულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ხელოვნურ ინტელექტში, რომ ეს მიაწოდოს ისრაელს. ეს ცუდი მდგომარეობა იქნებოდა. დავამატებ ამას. ამერიკის მთავრობაც ხვეთს. ვის აქვს ამის გაკეთების უფლება? საინტერესო. კარგი, მომეშავი არ უნდა თქვა ხელოვნური ინტელექტის შემდგომი პერიოდი, მაგრამ რა არის შემდეგი ისრაელისთვის ტექნოლოგიური ინოვაციების და ზოგადად ბიზნესის თვალსაზრისით? ბრედი. მოხედავ გულისხმობ იმას, რომ ვფიქრობ მთელი ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემა რასაც წარმოშობს. არის მეორეული და მესამეული ეფექტები, ყველაფერი, რასაც ამ ყველაფრიდან ხედავთ. ვგულისხმობ ხელოვნური ინტელექტის აგენტები. ჩვენ ნახავთ რა იქნება რობოტიკაში, ისეთი რამეები, როგორიც ჯერ არავის უნახავს. რობოტები არ იქნებიან მხოლოდ პატარა სასაცილო არსებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაგიმარტივებენ. თუ ისაუბრებთ იმაზე, რაც მე მგონია, რომ არც ისე შორსაა, გაიგებთ და ნახავთ, რატომ არის ილონ მასკის ანაზღაურების პაკეტი დამოკიდებული მარსის კოლონიზაციაზე, რაც შეუძლებლად ჩანს. ის თვლის, რომ იქნებიან რობოტები, რომლებიც მარსზე გაიგზავნებიან. მან რეალურად შეაჩერა ორი ტესლას, მოდელ S-ის და მოდელ X-ის წარმოება, რათა რობოტები აეშენებინა. სწორია, ანუ თითქმის ყველაფერი ასე იყო, ის ტესლას მომავალისთვის წარმოების სასწალმოულ მოედნად აღიქვამდა. ეს ისაა, რაც ისწავლა. მას არ მიაჩნია, რომ ეს აუცილებელია. ფიქრობს, რომ ეს უკვე კომოდიტიზებულია. დიდი ამბავი არ არის. მაგრამ რობოტიკა, რომელიც მარსის კოლონიზაციას, მთვარის კოლონიზაციას, მოპოვებას და ასე შემდეგ შესაძლებას გახდის, სწორედ ეს არის იქ მთავარი საფუძველი. ასე რომ, იქ უბრალოდ იქნება ხელოვნური ინტელექტის პირველი, მეორე, მესამე წარმოებულები. და სწორედ ამას ველოდები, რომ ისრაელი ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერი იქნება ამ მიმართულებით. ჩვენ სიცოცხლეში მარსზე ვიქნებით. მე რა თქმა უნდა მჯერა ილონ მასკის. ის არ აირევდა ანაზღაურების პაკეტს, რომ არ ჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია, ხომ ასეა. და ის ისეთი ადამიანია, ვის წინააღმდეგაც ფსონს არ დავდებდი. თუ ამას ვერ მოახერხებს, მაინც მნიშვნელოვნად წაიწევს წინ იმის შესაძლებლობა, რომ ეს რეალურად მოხდეს. მან ყველას დაგვიმტკიცა, რომ შეუძლებელსაც კი ახერხებს, ხომ ასეა? ვფიქრობ, მისი ყველა კომპანიის მიმართ ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელია, ეს არ გამოვა და მან შეძლო. ასე რომ, ვინ იცის? იქნებ მარსიც კი ჩვენ სიცოცხლეში. თქვენ ას ფიქრობთ? მე ვფიქრობ, რომ ისრაელისთვის ეკონომიკური პროგრესის შემდეგი ეტაპი უფრო გეოპოლიტიკურია. ვფიქრობ, ეს არის რეგიონული ინტეგრაცია. მე ვფიქრობ, რომ ომები სამ ეპოქის შემდეგაც დადგება დღე და უკვე ბევრი რამ ხდება ზედაპირის ქვეშ. და ვფიქრობ, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი იწყებს ზედაპირზე ამოსვლას. რაც ნამდვილად შეიცვლება, ეს არის ადამიანებს შორის ურთიერთობა ბიზნესის დონეზე. რადგან ამჟამად, თუ თქვენ ხართ მონარქია სპარსეთის ყურეში და გსურთ ისრაელთან ბიზნესის გაკეთება, ეს თქვენი საქმეა. შეგიძლიათ გააკეთოთ ეს. ამას სხვა ვერავინ გაიგებს. მაგრამ თუ თქვენ ხართ ისრაელური კომპანია და აპირებთ ოფისის გახსნას დუბაიში, აბუ-დაბიში, დოჰაში, რიადში ან სადაც არ უნდა იყოს, თქვენ იღებთ სერიოზულ რისკს. გაუქმების კულტურა ამ ბიზნესისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში რისკია. ამიტომ ვფიქრობ, რომ როცა ამ ყველაფერს გადავწდებით, ეს იქნება ნამდვილი პარადიგმის ცვლილება მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებიც პირველად შეძლებენ ამ ადგილებში წასვლას და იგრძნობენ, რომ რეალურად შეუძლიათ ჩაერთონ. ასე რომ, ამისთვის ძალიან აღფრთოვანებული ვარ. აბრაამის შეთანხმებები რა თქმა უნდა ხელს უწყობს ამას, მაგრამ უნდა თქვა, რომ ამაზე ბოლო დროს ბევრს ვფიქრობდი. ცნობილი მუხლი, რომელიც ყველა ებრაელმა და ქრისტიანმა იცის მსოფლიოში. ვინც ებრაელ ხალხს აკურთხებს, ისიც კურთხეული იქნება. ვინც ებრაელ ხალხს წევლის ეს კარგი კონცეფცია. და იცით, თუ მსოფლიოს 10 ყველაზე ღირებულ კომპანიას შეხედავთ, მათგან 9 ჰიპერციონისტურია, ხო ასეა? ეხლა ყველაზე ღირებული კომპანია მსოფლიოში რომელი არის? Nvidia. ამ კაცმა ახლახან 3-ჯერ გაზარდა თავისი წარმომადგენლობა ისრაელში, ხო ასეა? ყველა მათგანი, Meta, Amazon, Google, Apple, ხომ ასეა? რამდენი iPhone-ის მომხმარებელია აქ დამსწრებში? აწიეთ ხელი? ვაუ, Android-ი? გოდიში, ძალიან წუხარ. დაჩით. Android-ი ხარ? ვიცი იდეალურია. ვიალურია. არა, მაგრამ ხუმრობა როგორ ზეგადავდოთ? მაგალითად, როცა ამაკი ებრაელი ხარ და ამაკი Android-ის მომხმარებელი. კარგი, ამაზე მე ვიკამათებთ. ეს თითქმის რელიგიას გავს, ხო იცით, iPhone-ი, Android-ი. როცა iPhone-ს Face ID ითხსნით, ბევრმა არ იცის ეს. იცით, ვინ გამოიგონა ეს? ეს იყო ისრაელელი მეწარმის კომპანია PrimeSense, რომელიც Apple-მა შეიძინა. და სხვათა შორის, იმავე მეწარმის კომპანია Apple-მა ამ ომის დროს უკვე მეორედ შეიძინა. იცით, ჩიპი ჰერცლიაში მზადდება. თუ Microsoft Teams იყენებთ, ისიც ჰერცლიაშია შექმნილი. და ეს მართალია პირდაპირ ვფიქრობ, მსოფლიოს 10 ყველაზე ღირებული კომპანიიდან. 9 ისევ ჰიპერსიონისტურია და ეს საოცარია. მაგრამ იცით, ბევრი დრო არ გვაქვს. მინდა კითხოთ, ვფიქრობ, ყველაზე ფუნდამენტური კითხვა. როგორ გახდა ისრაელი ეს ნიუ-ჯერსიზე პატარა ქვეყანა, რომელიც დედამიწაზე ყველაზე რთულ სამეზობლოშია, ტექნოლოგიურზე სახელმწიფოდ? 15 წამში. როგორც გოლდა მეირი ამბობდა, ჰქონდა სხვა არჩევანი. მიყვარს ეს. ჩვენ ყველანი ვართ რაბიტმენი. მინდა რომ მას შევხვედროთ. დიახ, როგორც ჰოლოკოსტის გადარჩენილების ნამდვილი შვილიშვილი, ამას დავეთანხმები. ჩვენ სხვა არჩევანი არ გქონდა. ჩვენ გამოვეთრთეთ.
მაგრამ ფიქრობთ ეს საინტერესო რამეა თუ თელავივში ტაქსიში ჩაჯდებით და ტაქსის მძღოლს მძღოლს ესაუბრებით, გითხავთ რამდენი ხანია ტაქსის მძღოლი ხარ. გიპასუხებთ ტაქსის მძღოლი არ ვარ, სტარტაპი მაქვს. ეს ჩემი დამატებითი საქმეა, ხო ასეა. ამ ქვეყანაში ყველასშია, ეს ისრაელის კულტურაშია გამჯდარი და ეს არ ნელდება და სხვათა შორის ბევრ ომშიც იბრძოლა, ხომ ასეა ბიჭო? ამაზია. დროულადაც. მადლობა ბიჭებო.